მაია იუმუტილიბანიდანა ორგანიზაცია გადამარჩინეს ერთ-ერთი დამფუძნებელი ტერორიზმის სათავეებზე მსჯელობს და თვლის, რომ მისი დამარცხების ერთადერთი გზა არსებობს. ეს ცნობადობის ამაღლება იმაზე, რომ ასე ჯგუფებს არ უნდა შეუერთდე, ყალბია, არარეალური, ილუზიური. ამბობენ დისნეილენდიაო, დისნეის კი არა, საშინელებათა სამყაროა. იქ მხოლოდ ცნეული ადამიანები მიდიან, მხოლოდ ცნეული. ადვოკატ, ბლოგერ, აქტივისტ, მკვლევარ ქალებთან ერთად მაია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტში მონაწილეობს. ორკვირიანი ღონისძიება ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამოცდილების გაზიარებას, იდეების და ახალი სტრატეგიების შემუშავებას ისახავს მიზნად. პალესტინელი მკვლევარი ნადია ნუსიბა ფიქრობს, რომ ქალებისთვის ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქალები თუ საკმარისად განათლებულნი, ზომიერნი და ტოლერანტულები არიან, ოჯახში მაინც შეძლებენ ექსტრემიზმის დამარცხებას. ქალებს ამავე დროს სიყვარულის ძალაც გააჩნიათ. როცა შვილი გიყვარს, ქმარი, მამა. მე ვფიქრობ, რომ ქალს შეუძლია ისეთი ძლიერი სიყვარულის გაცემა, რომელიც მართლაც უამრავ მტერს დაამარცხებს და ექსტრემიზმზეც გაიმარჯვებს. ბანგლადეშში რელიგიური ექსტრემიზმის კრიტიკოსთა სიცოცხლე რისკის ქვეშაა. პრიანკა კანტას თქმით, ამ შემთხვევაში გამოსავალი სხვა რელიგიების პატივისცემაშია. ბანგლადეშში ყველაზე რთული ამოცანა სეკულარული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა. სეკულარიზმში ათეიზმს არ ვგულისხმობთ. უბრალოდ როცა საკუთარ რელიგიურ ტრადიციებს მისდევ, თუ შეიძლება ნურაფერს დაუშავებ სხვა სარწმუნოების მიმდევრებს. მაია იუმუტის თქმით, ღონისძიების იდეა მას პროექტის მონაწილე პაკისტანელმა ქალმა შთააგონა. მან დიდი мотиваცია გამიჩინა. საკუთარი მხარდაჭერით საქმე გამაგრძელებინა და შეწყვეტის საშუალება არ მომცა. მქონდა ისეთი დღეები, როცა თავის დანებება და სამუშაოს დატოვება მინდოდა. ასეთ მომენტებში სულ ვცდილობ მასზე ვიფიქრო, მის ნათქვამზე და რომ იმის მიუხედავად რაც გამოიარა, ბრძოლას დღესაც აგრძელებს. პროექტში მონაწილეებს ჯერათ, რომ სამყაროში, სადაც ძალადობა სოციალური მედიის საშუალებით წამებში ვრცელდება, ქალებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.